ვინაიდან როგორც სხვა ჩემი როლების ისევე კარმენის კინოფილმი არ არსებობს, მე მაქვს ჩაწერილი ირინა არხიპოვასთან ერთად კარმენის თითქმის მთელი კარმენი ოპერა და ეხლა შევეცდები რომ აღვადგინო ის მაშინდელი სახე, თუმცა მაშინდელი სახის აღდგენა ეხლა ჩემთვის ძალიან ძნელია, მაგრამ ხმას მაინც ავაყოლებ იმ ძველ ჩანაწერს და თქვენთან ერთად გადავალ ცოტა იმ დროში, ეს მეც გამეხარდება და თქვენ არ ვიცი როგორ გესიამრებათ, აი მინდა რომ ასეთნაირად მოვისმინოთ ეს чанатери. Ты не права, Кармен, о, пожалей меня, расстаться мне с тобой, подумай, сколько дней я ждал тебя, Кармен, ведь никого так страстно не любил, такого чувства я не знал, и все давныне. ძალიან ახალგაზრდა ხმა მაქვს იქა კაცო, ახლა ეს ახლის გაზრდა იმ ხმაზე ის გავაგებ, ცოტა სასაცილო გამოვა, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება არ გამოვიდეს სასაცილო, იმიტომ რომ შიგნიდან აგვისურვებთ ანდალერებულად ნახოთ რა. Видишь, как свято сохраняю цветок, что мне ты подарила, вечен в тюрьме со мною был, и нежный запах свой храни. Там бывало в долгие ночи, и сомкнув усталые очи, тебя в тиши я призывал, и образ твой я представлял. როდესაც დომინგომ მოისმინა ზურაბის ფილმი ჯერ პიკის ქალი, სადაც სტრიჟინოვი ასრულებს და ზურაბი მღერის და შემდეგ ჩანაწერი დიდი თეატრის მთელი ოპერის, სრული ოპერის, დომინგომ იტირა და თქვა, მე ასეთ სრულყოფილებას ვერასოდეს ვერ იმაღწევა. წლის განმავლობაში ზურაბ ანჯაფარიძე იყო დიდი თეატრის წამყვანი მომღერალი. როგორ უყვარდა დიდ თეატრში, მას ეძახდნენ დიდ ზურიკოს. სახელოვანი ტრადიციის მქონე ამ თეატრის სცენაზე წარმატებით გამოდის ახალგაზრდა მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე. შესანიშნავი ხმითა და ოსტატობით მან დაიპყრო დედაქალაქის პრომოციას. პატარა ზურიკ ანჯაფარიძე როგორ იზრდება მე გეტყვით ახლა. აქ შესანიშნავი ხმა. მე არ ვიცი ახლა ალბათ ისეთი კაცი ადამიანის ხელში ახლა სოტკილავასთან მეცადინეობს მოსკოვში ის ბევრ რამეს ასწავლის და ძალიან ალბათ რა ვიცი არ დაიშურებს პატარა ზურიკოსთვის არც ენერგიას და არც ცოდნას და მე მგონი რომ ისგან გამოვა ძალიან კარგი მომღერალი, იმიტომ რომ ხმა აქვს კარგი. აი ძალიან კარგი ხმა აქვს. სხვადასხვის გარეგნულად ხო გავს ზურიკოს, ტემბრალურადაც გავს ზურიკოს.
voi, Maia Carmen. Carmen, ma თვითონ ყვებოდა ასეთ ფაქტს, როდესაც პიკის ქალის მესამე თუ მეოთხე პრემიერა იყო დიდ თეატრში, 40 ჰქონდა სიცხე გაცინდა. არაფერი, ყველანაირი წამლები მივიღე და არაფერმა არ მიშველაო. ხა წარმოგიდგენიათ საბჭოთა პერიოდში სპექტაკლის ჩაშლა ან გადადება ავადმყოფობის დროს, როცა 3 თვით ადრე ზურიკოს სპექტაკლებზე ყველა ბილეთი იყო გაყიდული. Опера Чайковского «Пиковая дама». Партия Германа исполняет народный артист Советского Союза Зураб Анджапаридзе. 40 სიცხით კულისებში დგას ზურიკო, მისუსტებული და ხმაზე და ლაპარაკი უკვე ზედმეტია სიმღერაზე და განსაკუთრებით არიებია გორი სამღერი, გადის სცენაზე და ისეთ ფურორს ახდენს. და მერე წერს თავის დღიურში, არ ვიცი რა დამემართაო. გავედი სცენაზე, გადავხედე დარბაზს და დავიწყე სიმღერა. უცბად ვიგრძენი, რომ თავიდან წამოვიდა რაღაცა საოცარი სიტყვა. გავგრილდი და აღარ მახსოვს უკვე სად ვიყავი, ის თავდავიწყებით ჯოულებისამებრ ვასრულებდი. სხვა ადამიანად ვიქცეოდი ხოლმე სცენაზე. მის პირველი წერილი მახსოვს, შენახულია ჩვენ არქივში, მოსკოვიდან რომ მოიწერა, როცა დაიმკვიდრა თავი დიდ თეატრში. მე იმ დღის დალოცვით მინდა დავიწყო, როდესაც ნოდარმა მომიყვანა თქვენთან. აი ასე იწყება. Le diverse bellezze iniziamo con sole, ma nella ripresa sei il mio solo pensiero, il mio solo pensiero sei tu. მეძრევა საშუალება თქვენ გითხრათ რომ მე ვესწრებოდი ყველა გაკვეთილებს. მამა ჩემთან მუშაობდა ცოტა დაზარებით, უნდა გითხრათ, რაღაც სიფრთხილითა და მაინცსა და მაინც არ ეხატებოდა გულზე რომ მე გამხდარიყავი მომღერალი, უფრო მეცნიერი უნდა ყოფილიყო ან დირიჟორი. ისე რომ მე ვოკალი უფრო ზურიკო ანჯაპარიძის გაკვეთილებზე ვისწავლები ჩემ გაკვეთილებზე. ისეთი შთაგონებით მუშაობდა, მე დავსწრები ვარ სხვათა შორის იშვიათ გაკვეთილებს და რეპეტიციებს დიდ თეატრში მელიქ-ფაშაევთან. ეს იყო საოცარი მუშაობა. ეს იყო თავდადება ხელოვნებისათვის, რის გარეშეც წარმატება არ მოიპოვება. მithundas კიდევ ამას თუ ხას გაუცვამენ და იყვია რომ შენ საპატიო მოქალაქე ხარო, ამას რაჯობია და სახში შენთან ვისწავლებ და პატიოსან მოქალაქეს ვიძახიან, ამდენი მოვლენები საპატიო არა პატიოსანი.